აი, გამარჯობათ, ჩემო საყვარელებო და სათუთებო და პრინცესულებო. დღეს მე და თქვენ მოვედით იმ ადგილას, სადაც იაპონიაში რო ჩამოვედი 10 წლის წინ, პირველად ვიყავი. ეს იყო ჩემი პირველი Enjoy Japan Travel. ნუ travel-ს ვერ დავარქმევ დიდად, მაგრამ პირველად ვიყავი აქ, ამ მთა არის ეს და ამ მთას ქვია Yashima. ხო და აქ არის ძველი სოფელი, ისტორიებშიც გელაპარაკეთ და გეჭროვეთ და გითხარით. ეს არის რა ქვია, ძველი სოფელია, ამ სოფელში მინდა რომ ერთად წავბოდიალდეთ. ანუ 10 წლის შემდეგ აქ იქ იყიდება ისინი რა ქვია, ტიკეტები. ხო. 10 წლის შემდეგ ისევ აქ მოვედი, იმიტომ რომ 10 წელი გახდა წელს. 2015-ში ჩამოვედი და ეხლა არის 2025 წელი. ანუ 10 წელის შემდეგ, სადაც ვიყავი პირველად, იქ ჩამოვედი და ძალიან ბევრი რაღაც შეიცვალა, ესეთი ლამაზი არ იყო, ეხლა როგორც ვხედავ. იყო დანგრეული რაღაცა, ერთი უდონიას ის იყო რესტორანი იყო და მეტი არაფერი არ იყო აქ. ეხლა კიდე ძალიან გაალამაზეს, შეიცვალა ყველაფერი და მინდა რომ ყველაფერი გაჩვენოთ. ხო და წავედით. აქ ამ ადგილას ახლა ავდივარ. ეს არის თორი. ანუ ყოველი საოცავის წინ დგას ესეთი რაღაც. და აქ არასდროს არ ამოვსულვარ. და ვიფიქრე რომ მე ხო ძალიან მიყვარს კიბეები და რაღაცეები და ავიდეს და ვნახოთ რა არის. ისე მიყვარს გამრეთ. ისე მიყვარს გარეთ კამერით ბოდიალი, რა თქვენ ვერ წარმოიდგენთ. ვაიმე, უკვე დავიღალე. უკან არის ეს. მე მგონი ამ სალოცავის ის არის. რაღაცა ნაწილია რა. ხო და იქამდე მოდი მე მგონი წვიმას აპირებს. იქამდე ჯერ არა ვარ, ჩავიდეთ ქვევით, ვიყიდოთ ბილეთი და შევიდეთ იმ სოფლის იქ რა ქვია, მონასახლში თუ რაღაცაში. ისე რა კარგია რა, რომ ქართულად რო ვლაპარაკობ ხოლმე, ყველას გონი ვარ უცხოელი, არ უცხოელი კი ვარ, მაგრამ ყველას გონი ვარ, რომ ტრეველინგისთვის ჩამოვედი. აუ როგორი ლამაზია, უნდა განახოთ. აუ იცით რა ლამაზია. ეს კიბების ჩაუყვება აქ ეს თორი და აქეთ ჩანს ქალაქი. ძალიან ლამაზი. მე 100 წლის წინ ვიყავი მოსული, ეს არის ის ნუდელსის, აი აქ რო ხედავთ, ნუდელსის რესტორანი მოიცა კარგად და განახოთ აქ შევალ და ეს არის ის ახალი შენობა, რაც აქ გააკეთეს. ეს მთლიანად ამ ნუდელსის ის იყო რა ქვია. ადგილი იყო რა ლამაზია. აი აქ აწერია შიკოკუ მურა მიუზიუმ. ნახე რა კარგია. სანამ ვიყიდი ბილეთს. აუ ესენი საყვარელია, მოდი დავატრუალოთ. ეს არის ის ნუდელსის რესტორანი, უდონის რესტორანი, რასაც გითხარით. ეს და ეს იყო აქ მთლიანად რა, ის ბორბალა, ადრე წყალი მოდიოდა და ტრიალებდა, მუშაობდა და ეხლა რაღაც კომპაქტური გახადეს და ესე, აი აქ მანქანები რო ადიან, ადიხარ მთაზე ზემოთ და მთაზეც ზევით არის სალოცავი. ო ძალიან საყვარელია ამ იმაში აქ კაფეში მინდა რომ მე მოვიდე და მე მგონი გარეთაც შეიძლება დაჯდომა. მენიუ გამოიყურება ესე და ალბათ cheesecake შევჭამ ამას, ან არ ვიცი რა შევჭამ და ჩაისდავლევ, რახან ინგლისი და ამბებია. ავიდეთ ახლა ვიყიდოთ ბილეთი. Konnichiwa. 大人。1名。はい、ありがとうございます。ესე იგი, ავიღე ბილეთი, მაპი მომცეს. და ის არის 100 დოლარიანი ფასტაკლების კუპონი მოყვა იმას, რა ქვია. იმ კაფეშიო შეგიძლიო გამოიყენოვო. ეხლა მოვახლოვდი, შემოვედი და რო შემოხვალე პირდაპირ არის ხიდი. დაწნული ხიდია, მოკლედ და ძალიან მეშინია ხოლმე ეს ხიდებზე გადასვლის. ვაიმე, ამაზე როგორ უნდა გადავიდე, რა საინტერესო, ეხლა და თან წყალი რო არის შიგნით და მე რო ცურვა არ ვიცი. და ჩუსტი რო ჩამივარდეს ეხლა ჩემი საპოჭკი. რა გავაკეთო? არავინ არ გადადის, მე მგონი არავინ არ ენდობა ამ ხიდს.
აუ ძალიან მეშინია და არ გადავარ. ანუ იქიდანაც შეგიძლია, სადაც მთავრდება. მაგრამ ჯობს შორიგზით მიხვიდეო და შემშვიდობით მიხვიდეო, ვიდრე იმას ქნავ და ამას ქნავ, ხო ამბობენ და მოდი ჩვენც მშვიდობიანად წავიდეთ იმაში. აუ თან ძალიან ბინძური წყალია. აუ აქ რო ჩავარ და შეიძლება ისა გავსკდე ტირილით. ეხლა რა საინტერესო სად მივდივარ? მოდი ჯერ ესე შევიდეთ. აქ რა ხდება არ ვიცი. Information Center. შოდოშიმა former კაბუკის თეატრია აქ. ეხლა რა დავდივარ ისე დამცხა. მე მგონი სულაც არ მინდოდა ის რა ქვია. ეს რაც მაცვია ზემოდან. ვაიმისა. მე ვიღალე. თან აქეთ ვიყურები რომ ობობა ატაკი არ გააკეთოს ჩემზე. ატაკის ქვეშ რო არ მოვხვდა. ეხლა მოვედით ძველი კაბუკის ის რა ქვია. რა შეიძლება საუძახო? თეატრის დაგვარ რაღაცაზე. ეს არის ის კაბუკის ძველი შენობა. აქეთ გვერდზე არის კიბეები, სადაც ჩდებიან და ეს არის ის სადაც ხდებოდა კაბუკი. აქეთ არის ეს კიბეები რა. ესე რიგებად და ესე ალბათ იჯდა ხალხი და უყურებდა ადრე. ეს რა არის? ოტანიაკი. ესე გამოიყურება ესენი. ეს არის ოტანიაკი ქვია, ოტანივარე. ესეთი ჩასადებებია. და ამ ჩემი კაგავას პრეფექტურის გვერდზე არის პრეფექტურა, რომელსაც ქვია თოკუშიმა. და ამ თოკუშიმას პრეფექტურაში იყენებდნენ თურმე ყოველდღიური ცხოვრებისთვის. რამდენია ისე, ხო? ვაიმე, რამდენი ბამბუკებია, აქ რა არის? ჩვენ მარცხნივ უნდა წავიდეთ, ხო? ეხლა მე მარჯვნივ წავიდეთ, დავიკარგები, მარცხნივ უნდა წავიდეთ და უნდა მოვუაროთ აქეთ-იქით, რამდენი ბამბუკებია, ღმერთო ჩემ თავს რო გაყურებინებთ მარტო სასეირნოს წამოგიყვანეთ მეთქი და არც კი გასეირნებთ. ესე იგი, აქა ვარ და სად მივდივარ მე? აქედან მივდივარ მარცხნივ. ნახე როგორ ლამაზად არის ეს ვენდინგ მაშინები, რომ არ გააფუჭოს ეს ძველი spirit. აი აქ შიგნით არის ვენდინგ მაშინები. რანაირი ქართული თუ ლაპარაკობ ესე? შიგნის დგას და ესე არის, იმიტომ რომ აქაური ეს ხედი და ეს ძველებური რაღაცა აურა არ გააფუჭოს. ეხლა წავედით ჩვენ. ეს ვინ არის? ეს რატო ზურგ მოქცეული რატო ერთ შენჭირი მე? არ კადრულობს? უი, სახია კაცო არა. ჰეი, უშაგი. ეხლა წავედით. მარცხნი უნდა გავიძე. ეს რა არის? ვაიმე, ძველებური ამათი სახლი. ესე იგი, შიკოკუმურაკი არ არის და ეს რა არის? Kunono family sugar cane. აქ კეთდებოდა ესე იგი შაქარი. აქ აკეთებდნენ შაქარს, რომელზეც ჯერ პირველი რაც მე მიყვარს ძალიან იაპონური მშენებლობა, ძველი მშენებლობა. და ეს არის მიწის რაღაცნაირი წებოვანი მიწით აშენებული სახლი. და ზევით აი ამას რო ხედავთ, ეს არის ბრინჯის ყანას რო ცელავენ თუ თიბავენ თუ რაღაც უკეთებენ, შემდეგ ამას აშრობენ, ესე წნავენ და აფარებენ როგორც იმას სახურავად. ხო და ძალიან ლამაზია და ძალიან მინდა რომ ყველაფერი გაჩვენოთ. მოკლედ სახლი გამოიყურება ესე. ამას ქვია ენგავა, ანუ ვერანდასავით რაღაცა, ქვევით ესე შეშები არის და რადგან ეს მაღალზია, ესე კიბესავითაც აკეთებენ და ქვასაც უდებენ ხოლმე, ესე რომ ქვით ესე მარტივად ახვი და ზევით. შემდეგ გვაქვს ესეთი რაღაცა, ეს არის ძველი ტატამი. ახლა უფრო კარგები არის და რაღაცნაირები არის, მაგრამ ძველი ტატამია. აი იქ რო ხედავთ, იქ ცეცხლი იყო და ასე აკეთებდნენ საჭმელს, ან ხარშავდნენ ბრინჯს და ნუ მოკლედ ეს არის ტიპიური იაპონური სახლი და შემდეგ ყველაზე საინტერესო წეგან მოუკარი თვალი არის აი ეს. ეს არის საპირფარეშო. ეს არის ამოჭრილი და ქვევით არის აი ესეთი რაღაცა, ნუ ყველაფერი აქ ჩაედინებოდა რა. მე მგონი ძალიან საინტერესო არ არის? მეორე ოთახიც არის.
და მე მგონი აქ შესვლა შეიძლება. აჰა. აქ შესვლა შეიძლება. ეს არის ბრინჯის აქეთ ჭუჭყიანი გამოდის და აქეთ სუფთა ბრინჯი გამოდის. ბრინჯის გადასამუშავებელია. მე მგონი ძალიან საინტერესო არ არის. ძალიან საინტერესოა მე ესე მგონია. იცით ის რა ხო საქართველოშიც რა ძველ ნასოფლარი და ეს ადგილებშიც რომ მივდიოდით ხოლმე რა მე დედა და მამა და რომ ვნახულობდით რაღაცებს ძალიან მიყვარდა და ძალიან რაღაცნაირი ემოციით ვიტვირთებოდი თუ არ ვიცი როგორ თქვა სწორად იმიტომ რომ ანუ მე ხო არ მაქვს ჩემი საკუთარი თვალით ეს ყველაფერი ნანახი და რაღაცა ისტორიას რო გრძნობ და ისტორიული რაღაცები რა ძალიან მიყვარს და ხშირად ხოლმე მეტირება ეს რაღაცებს გულჩვენი გოგოვარ აქ რა არის? აქეთ წადიო, აჰა. თქვენი მონამორჩილი მე წავედი აქეთ. ამ ჩანთამკნე მომატეხა მხარი, ტაბლეტი მაინც დამეტოვა მანქანაში და მე მივსულიყავი და ამეღო. ესეთი იაპონიაში რადგან არ არის სასაფლაოები, არსებობს დიქვა, რომელშიც შიგნით ეს ქვედანაწილი და ზედანაწილი იხსნება და ამ ქვაში შიგნით არის ძვლები წესით არის თუ არა აქ არ ვიცი. აი ამ ოჯახის ესე ვთქვათ, ის არის სასაფლაო არის ეს. მე ეხლა თუ აქედან მაიმუნი გადმოვარდა იყო და მომახტა. მე თქვენ ნახეთ. მე ეს რა არის? ой, რაღაცა არის იქით. წამოდი წავიდეთ იქით ნახოთ რა არის. ხო და იქზევით რომ ავალ უნდა იყოს წესით ის რა ქვია შუქურასავით რაღაცა. ნეტა ამაში შესვლა თუ შეიძლება? ой, შეიძლება. ой, რა ლამაზია ქაურობა. ესეთი ლამაზი არ იყო დედას გეფიცებით. აქ იყო ტყე და ღრე. ბარდები დაურგიათ აქ. უცებ ევროპულ რაღაცაში, ევროპულ ბაღში არ გადმოგვაგდეს? აქ შესვლა შეიძლება ნეტა? ой, შეიძლება. Please keep your shoes on. აი მე გული გამისკდა. მე ესეთ მარტოკინა სახლებში შესვლის იცით როგორ მეშინია? აქ მე მგონი უშიშრად გავივლი, იმიტომ რომ ვიღაცა ქალია. ეს არის ოთახი. ოთახია. მე მგონი თქვენც ხედავთ რომ ოთახია. ეს არის ოთახი. ვაიმე. აუ რა მაგარია ესე გამოხვალ და შენი აქ ზაფხულში წამოგორდები ეს ფეხებს ჩააწყრუმპუნებ. აი შემოსასვლელი კარი. ეხლა წავიდეთ ქვევით. და ჩემი საყვარელი ადგილი რაც ამ სოფელში ამ ადგილას რა ყველაზე კარგად მახსოვს არის waterfall. წყალი რო ვარდება ეცემა. ეგა. და იმის სანახავად ეხლა დევეშვათ და წავიდეთ. ამ ჩემს პრეფექტურაში სადაც მე ვცხოვრობ, ამ პრეფექტურას აქვს რამოდენიმე კუნძული. ესეც თვითონ კუნძულია, იაპონიაც ხო კუნძულია, ეს თვითონ კუნძულია და ამ კუნძულსაც კიდევ ბევრი კუნძულები აქვს. ერთ-ერთი არის შოდოშიმა, რომელიც არის ოლივებით მოიცადე ზეთისხილით. არის ცნობილი და აქაც არის ზეთისხილის ბაღი ფორმალურად. ლამაზები და კარგები. აბა ბევრი დაისხით. აბა ჰე და აბა ჰო. წავედით ახლა ქვევით, მესმის უკვე წყლის ხმა. ой, აქაც სახლია. აქ უფრო ისეთი სახლია, თანამედროვე. და აქეთ არის ესეც. ой, აქ ქვევით რა ყოფილა, კი ნაღამ ჩავარდი.
ეს რა არის რა საინტერესოა? საწყობი არის ესა. აი აქ ქვევით არის ესეთი ოთახი. და ეს არის საწყობი. აქ ცეცხლს ანთებდნენ და ეს არის ქამაქვია ამას. ამაში მოხარშული ბრინჯი არის შესანიშნავად გემრიელი და აი აქედან ამოდის ეს ბოლი, აი ამას რო ხედავთ, ეს ბოლი ამოდის აქედან და ეს უფრო თანამედროვე სტილის იაპონური სახლი, ანუ წინა უფრო ძველმოდური იყო. ალბათ გაგიკვირდებათ რა, რომ სახლში ეს ბოლი გამოდის და როგორ არის იგუდებიანო და რაღაცაო, მაგრამ ეს იაპონური თვითონ ეს სისტემა იმის როგორ სახლის მოწყობის ეს სისტემა ისე იყო გაკეთებული, რომ სახლში ხო დაინახეთ რომ ჭერი არ აქვს. სახლის ეს ჰაერის მიდინება გააქვს ესე გარეთ ეს ყველაფერი რა. ანუ სახლში ეს ბოლი არ გროვდება და სუნის დიდად არ დგება. ზალამაზია და ამის ქვევით იქით აი აქ წყალი ესე ჩადის ქვემოთ და ჩავალთ ახლა იქაც. მე მგონი ძალიან კაია და ძალიან ლამაზია ხო? ახლა ჩავიდეთ ქვემოთ ისე რომ ობობა არ შემოგვახტეს და ობობის ატაკები არ განვიცადოთ, იმიტომ რომ ობობებზე მაქვს ფობია, ეხლა მე თუ აქედან მოვსხლტი და გავიქეცი, ვეღარავინ ვეღარ დამიჭერს. ვაიმე ფეხი გადამებრუნდა, რომელმა მეცით თვალი. ეს რა არის? ეს არის ნაკაში family house. ნაკაიშის იმის რა ქვია, ოჯახის, ნაკაიშის ოჯახის სახლი ყოფილა თურმე ეს. როგორც ხედავთ, ყველა სახლში, ყველა ოთახში არ აქვს მნიშვნელობა, ამას იყენებდნენ როგორც საძინებლად ისე და როგორც სამზარეულოდ ყველაფრად. ყველა ოთახში არის აი ესეთი ცეცხლის ადგილი, სადაც შეეძლოთ რომ მოემზადებინათ საჭმელი და თქვენც დაინახეთ. პატარა სიახლეებს გადავიღეთ, თქვენ აქ იყავით და მიყურეთ, კაი? ძალიან ლამაზია, თუ გინდა მცემეთ რა. ეხლა გითხრათ, რამოდენიმეჯერ შემხვდა ორი ეს ადამიანი უკან ვარი ეს წყვილი. ხო და ხან ეს არის რა ქვია, ხან ქართულად ვლაპარაკობ, ხან იაპონურად ვლაპარაკობ და წერენ ქართულად რო ვლაპარაკობდი, ნეტა რა ენაზე ვლაპარაკობს და ეხლა იაპონურად რო ვლაპარაკობდი, ანუ იაპონურ ვიდეოსაც ვიღებ რა ერთად, ხო და ეს შემომხედა რაღაცნაირად. ეხლა სად მივდივარ მე, რა საინტერესოა? იქ ვიყავი, აქ ვიყავი, ესე იგი ესე მივდივარ და უკვე ნელ-ნელა გავედით ბოლოში და მოგვიწევს კაფეში გაჯლი გინება, $1 ისა ტიკეტიც გვაქვს. სიმასენ საკიკიმას. და ეს უკან იაპონელი ბებია და ბაბუა მომყვებოდა და ისეთი ჯამრთელები არიან იაპონელი მოხუცები, მოდიან ხოლმე თავის ქმრებთან ერთად დასეირნობენ, დაბოდიალობენ აქეთ-იქით და სულ აი რაღაცნაირად გული მწყდება, რომ საქართველოში ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს ამის შესაძლებლობა. არიან ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ბევრი უფლება მისცენ თავიანთ, თავს ფინანსურათაც და ჯანმრთელობითაც გულისხმობ და ზოგი კიდე ყოველდღიურ ცხოვრებას თან ჭიდილში იმაშვება, რა ქვია, ანუ მოკლედ დაღლილია და აღარაფრის სიხარული არ აქვს და ძალიან გული მწყდება ეს რაღაცებს, იმიტომ რომ მგონია რომ საქართველოს ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, რომ იყოს მსოფლიოში პირველი თუ არა best 5-ში მაინც შევიდეთ ისეთი ქვეყანა. ოღონდ დედას ვფიცავარ მართლა იმის მიუხედავად რომ იაპონიაში ვცხოვრობ და აუარიქა იაპონია და რაღაცა, მე მაინც მგონია რომ საქართველოს აქვს ის პოტენციალი რომ იყოს პირველი. წავიდეთ კაფეში. სამჯერ გადამებრუნდა ფეხი. ეხლა თქვით რომელმა მეცით თვალი. აქეთ არის გასასვლელი და წევით აურა ლამაზია. ძალიან ლამაზია, რა გავაკეთო, რა წყალში გადავარდე.
წავედი ხა კაფეში. კაფეში რომ მოვწესრიგდები და მოვძალიანდები, მე ისევ მოყვალ ხო? მომიტანეს ჩემი ნამცხვარი cheesecake-ი, ძალიან საყვარელი. და ცივი ჩაი. რძე და სიროფია, მაგრამ მე სიროფიანი არ მიყვარს ხოლმე და მე ვარ ადამიანი, რომელიც სამკუთხედ ნამცხვარს აი აქედან იწყებს ჭამას. არ ვიცი რატო. თბილია, just baked. ძალიან კაია. ვისი ამონებ ხა? ამ ინტერიერით, ამ ყველაფრით მოვწურბავ ჩემ ჩაის, შევჭამ ჩემ ნამცხვარს და მე გავიდეთ გარეთ, პატარა წაგეჭოროებით და დამთავრდება ეს ვიდეო. აჰა, გემრიელად გიახელით, გამოვედი ახლა გარეთ. დავჯექ ცოტა ხანი სანამ წავალ სახლში და მინდა რომ ორიოდე სიტყვით გითხრათ ჩემი 10 წლის მერე ჩემი ემოციები იაპონიასთან დაკავშირებით. პირველი ის რომ 10 წელში ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლე და ძალიან ბევრი რაღაც კიდევ ვერ ვისწავლე. ერთ-ერთი რა რისი მადლობელიც ვარ არის ის რომ იაპონიამ მომცა ის შესაძლებლობები, რასაც საქართველოში ალბათ ვერცურას ვერ მივიღებდი. პირველი არის ის რომ 4 წელი ვიმუშავე ტელევიზიაში, კამერებთან, 4 წელი ვიმუშავე რადიოში და დავიწყე ჩემი YouTube-ის არხი იაპონურ ენაზე, რაც სანამ ავიღებდი ცოტა time-out, იყო ჩემი შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი მხარეც. ძალიან ბევრი ძლიერი გავლენიანი ნაცნობი მყავს. გავლენიანს რას ვგულისხმობ, რომ რამე თუ გამიჭირდება, აუცილებლად ვიცი რომ დამეხმარებიან, რაც არ ვიცი, საქართველოში ჩემი აზრით ცოტა ძნელია ესეთი რაღაცეები, შეიძლება ვიღაცის ნაცნობი ყავდეს და რაღაცები მოხდეს, მაგრამ აი ის რომ შენით ნოლიდან ყველაფერი დაიწყო, არავის ძალა არ გამოიყენო, არის ძალიან საინტერესო journey იყო რა ჩემთვის, journey. ხო, მე ამ წელში ძალიან ბევრი up-down-ი მქონდა, ზოგადად ყველაფერში. ხან კარგად მიდიოდა ყველაფერი, ხან არ მიდიოდა კარგად, ხან საერთოდ მინდოდა აქედან წასვლა, ხან იმასაც ვფიქრობდი, რატო ვარ საერთოდ აქ და ძალიან ბევრი ემოციური შემოტევა მქონდა, იმიტომ რომ ბევრი რაღაც მინდოდა რომ სხვანაირად ყოფილიყო, მაგრამ განგებამ არაო, ისი არაო როგორც შენ გინდაო და ისევ მე როგორც მინდაო და მოხდა ისე როგორც უნდა მომხდარიყო ალბათ. ხო და ამ 10 წლის თან მადლობელი ვარ, თან ცოტა ნაწყენიც ვარ, იმიტომ რომ შესაძლებელი იყო უფრო კარგად მომხდარიყო ყველაფერი, უფრო მშვიდობით მომხდარიყო ყველაფერი, ანუ გარა რაღაცა მოხდა, მაგრამ სხვანაირადაც შეიძლებოდა რომ ყოფილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ ხო, რას ვიზავთ. ესეთი საინტერესო ცოტა რაღაცნაირი ვიდეო შეიძლება გამოგვივიდა, მაგრამ ვიმედოვნებ რომ მოგეწონათ. ისიამონეთ ჩემთან დეითით და გაერთეთ და რაღაცები ხონახეთ მაინც. და მადლობა დიდი რომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს და ვინც ხართ იაპონური ენით ხო დაინტერესებულები, ვასწავლი ონლაინ იაპონურ ენას. ძალიან საინტერესო გაკვეთილები გვაქვს ხოლმე და თუ ხართ დაინტერესებული, აუცილებლად მომაწვინეთ ხმა ან ინსტაგრამზე. ან ინსტაგრამზე, ან მეილზე მომწერეთ, ან რაღაცნაირად რა. აქ რო დამიკომენტაროთ, მე კომენტარებში რომ გიპასუხოთ, ალბათ თქვენ ვერ ნახავთ ხოლმე და ვერ ნახავთ, ასე მგონია, იმიტომ რომ ბევრი შემთხვევა იყო ესეთი და ამიტომ ჯობია რომ მეილზე მომწეროთ. nati.company710@gmail.com. წავედი ხა მე. გავსქურე სახლში. საქმეები გავაკეთე და საღამოს მივდივარ დასალევად. Bye. კარგად.